ახლა შვილი უნდა წავიყვანოთ სკოლაში. אז ყოველდღე თქვენ მიყავთ რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, მე მიყავს, მე მომყავს, აბა. უკან დაიწყო, აბა. აი ესე დამყავს. ყოველდღე დილით ადრე ავდგებით. მოვდივართ სკოლაში, მე ველოდები დროს, რომ უნდა წამოვიყვანო სკოლიდან. თუ დაკავებული ვარ და თუ არამცალია ხოლმე გაუგზავნის სხვა ტაქსს ხოლმე რომ წამოიყვანო ბავშვი სკოლაში მივყავარ ჩიკინაცვალეს ბაბო ეს მიშლით ტაქსაობა. ვენ გიჟლით ხელ? მა? უყურე ამასე. აი სიყვას ახლა. და ბახმობა და. დადი მოშორდი აქედან. დადი. მე გიგო. არა მაქვს საჩხუბი თავი არავისი. გაიწიე გამოიწიე განა ლოგინში ხარ. ვარ ბატოვა მარინა, მერი მქვია პასპორტში, მაგრამ მარინად მცნობს ყველა. და უკვე 10 წელზე მეტი არის, რაც მუშაობდა ყავს მანქანა. ამ განაპირობა და ცხოვრებამ განაპირობა, რომ არა გვაქვს სხვა შემოსავალი წყარო, ვარ არადა ექთანი, დამთავრებული მაქვს, ნამუშავარი ვარ 13 წელიწადი რეანიმაციაში. ნარკოზის ექთნად. მე გადავწყვიტე უკვე რომ ხელფასები რო არ იყო კარგი და შემოსავალი არ აქვს არანაირი. გადავწყვიტე რომ მეტაქსავნა. ცხოვრება ჩემ თვითონ ვისწავლე. არავის არ უსწავლია ჩემთვის. გადავწყვიტე მე თვითონ ვიყიდე მანქანაც. ეხლა ახალგაზრდული ცხოვრება რა თქმა უნდა ის სხვა ცხოვრება იყო. და ეხლა კიდე საერთოდ სხვა ცხოვრება არის. ხო, შენ როგორ ახლა? აბა გათხოვილი ვიყავი. მარი მყავდა მეუღლე. ყავს ეხლა იმისაგან შვილი. გოგონა ვალენტინა. ჩელიაბინსკში მეყოლა ჩემი გოგო. ვიყავი უბედნიერესი დედა და ვარ კიდევაც ეხლა მიხარია რომ შვილი მყავს და შვილსა ვზდი ნიკოლოს რომელიც დადის მეორე კლასში დავდივართ ერთად ალო ხო აჰა, ტაქსი გჭირდებათ 5 საათისთვის? ხო, გენაცვალე, კი ბატონო, გიახლებით 5 საათისთვის, მადლობთ. მე რაც ვიცნობ, დიდებული პიროვნებაა. უჩვეულო არ არის თქვენთვის რომ ქალი არის ლაგოდეხში? შეჩეულები ვართ ჩვენ, შვილო, შეჩეულები ვართ ამას. ჩვენ ყველაფერი რაც მინდა იმას ვეტყვი. მეტყვის თვითონ გავიცინებ, გავიხმრებ და შემოსავალი არ აქვს არაფერი. დიახ, იქ ვიყავი და წამოვედი მე ჩემი შვილი წამოვიყვანე და აქავს დიდი ჩემ შვილს და დედა მეხმარებოდა, დედა მყავდა, ახლა სამწუხაროდ დედა აღარ მყავს. გარდაიცვალა ჩემი დედა. თანავ მუშაობდი. ჭირებია პატრულის გამოძახება ნამდვილად არ დამჭირებია და მადამდესაც არ მიმიყვანია საქმე რომ დამჭირდეს პატრულის გამოძახება. ყოველთვისაც ვცდილობ რომ თავი შევიკავო უდრო-უდროდ არ გამოვიდე და არ შევიქმნა ჩემს ცხოვრებას საფრთხე არ შეუქმნა.
ამდენი წელია მუშაობდა უკვე გძნობ აი ვინ ჩაჯდეს ვინ სადმიდის ვინ რის გადამხდელი არის ეხლა იყოფილან ბიჭები რომ ნაბერმენ უთქვიათ რომ არა გვაქვს აი საშუალება და აგერ ლაგოდეხში სადღაც უნდათ რომ მიიყვანო და რაზია ახლა ლაპარაკი არ არის პრობლემა ახლა ხანდახან შეიძლება რომ ადამიანსაც ესეთი ატივისტზე. კურიოზები ახლა აი ზოგი არის რომ აი სოფლიდან რო ამოდიან ხალხი და ისა აი უკვეთ ძალიან რომ ვაიმე ქალი და მე თქვენ ტაქსაობთ ესე შეიძლება მოვიდნენ შეგეკითხონ ესეთი რაღაცა. ყველაზე დიდი შეცდომა ის არის რომ როდესაც ქალს არ აყავს მეუღლე. მე ესე ვთვლი. ქალს უნდა ყავდეს მეუღლე. ურთულესი ოპერაცია მქონდა მაგრამ მადლობელი ვარ ელაპტარის თანამშრომლებისა გიალობჟანიძის ახლა ძალიან ძნელია რომ ისეთი ადამიანი ნახო რომ კი ვიყავი როგორ არა კიდე იმ ჩემი ქმრის შემდეგ კი ვიყავი გათხოვილი მაგრამ აი იმ გათხოვებას რა აზრი აქვს რომელსაც მუშაობა არ უნდა ლოთაობა უნდა სრულიად საქართველოს და ლაგოდეხს და ყველას მხოლოდ და მხოლოდ იმას უსურვებ რომ იყოს სიწყნარე იყოს მშვიდობა და იყოს ისა რომ აი ყველა ადამიანს კონდეს და ყველა ადამიანს აი არ კონდეს პრობლემა ლაგოდეხს ბევრი რამე აკლია და ბევრი რამე არ აქვს ლაგოდეხს აი მე ესე მგონია რომ პირველ რიგში მე ამას გავაკეთებდი ლაგოდეხში და ამას მოვაგვარებდი რომ აი ბავშვებს კონდეთ კარგი მდგომარეობა და შეუწყონ ხელი, იმიტომ რომ ესენი არიან მომავლები, ესენი არიან ჩვენი სიცოცხლეები, ჩვენი იმედი არიან ესენი. მე ვარ მარინა პაატოვა, ტაქსის მძღოლი.